გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდინა და მე ვარ დავით კალანდია. 9 აპრილის ღამე პროტესტანტებმა რუსთაველის პროსპექტზე გაატარეს და მერე ფიციც დადეს. ფიცი პაატა ბურჯოლაძემ წაიკითხა. პაატა ბურჯოლაძის გამოჩენა ძალიან გამიხარდა. ანუ ზურაბიშვილმა ვერ გაამართლა მასზე დაკისრებული მოლოდინები და ახლა პაატა გამოაღვიძეს. რუსთაველის პროსპექტზე გამოიყვანეს მისცეს ფიცის ტექსტი და სთხოვეს გამოთქმით წაიკითხეო და პაატამაც თავისი სასიამოვნო ბას-ბარიტონული ტემბრით წაიკითხა. სულ ველოდებოდი რომ ბოლოში ბიზზე პაატა ბაზილიოს არიას იმღერებდა როსინის ოპერიდან სევილიელის სტილისტი, მაგრამ არა არ იმღერა, მე კი ველოდებოდი. მოკლედ ფიცში წერია რომ სინდისის პატიმრების გვერდით ვიდგებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისთვის. აი ეს ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისთვის დგომა ვერ გავიგე. რომელიმე ჩვენგანი, მეგობრებო, არაა თავისუფალი და საერთოდ რას ეძახიან ისინი თავისუფლებას? თუ მექნა საშუალება ერთხელ ვინმე მათიანი თუ გამოვიჭირე, უნდა ვკითხო, რას უწოდებენ შენიანები თავისუფლებას. ალბათ მეტყვის რომ თავისუფლება ნაცთა ხვედრია, რომ საქართველოს კონესის ბიზინა ივანიშვილის რუსული ჩექმის ქვეშ, რომ დღეს თუ არა ხვალ ქართული ოცნება რუსეთის პროვინციად გაგვაფორმებს და არა რუსულ კანონს, რომელიც ამერიკულ ფარადაა დღეს შენიღბული. სინამდვილეში კი ამერიკული არაა და ასე შემდეგ. აბა სხვა რას მეტყვის რომელიმე მათიანი. რაც ჩაუჭედეს ტვინში, იმას სხაპასხუპით გაიმეორებს. ბოლოში კარგი იქნება რომ დამიყვეროს, არ იქნება გაზაფხული და მე მხნეთ უპასუხებ. არ იქნება ზაფხული. ალბათ ამ ოპტიმისტურ ნოტზე დავშორდებით. ისე როგორც ცდილობენ ეს უნიათოები და მართლა უცხოური ფულის მონები ახალი 9 აპრილის განხორციელებას. როგორ უნდოდათ არეულობა და სისხლი, როგორ ეცადნენ რომ პროვოკაციაზე წამოეგოთ მართველი რგოლი, რა შეურაცხყოფა არ აკადრეს ხალხს. მართალი გითხრათ, მე ჯერ გავბრაზდი რომ სათანადო პასუხი არ გაეცათ, მაგრამ მე მივხვდი მათ ჩანაფიქრს. კიდევ კარგი რომ ხელისუფლებაში გააწონასწორებული ადამიანები არიან, რომლებმაც ისწავლეს რამდენიმე ნაბიჯით წინ ხედვა. სხვათა შორის რამდენიმე პერსონაჟს იმ ეგრეთ წოდებული მეპროტესტეებიდან ვიცნობ. ისინი 1989 წელს მართლა სულითა და გულით გამოდიოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის და კრემლის მარწუხებისგან გათავისუფლებისთვის და დღეს კი ასეთივე დაჟინებით ცდილობენ ახალ კავშირში, ბრიუსელის კავშირში შესვლას. რასთავარია, მათ გონიათ რომ თუ კი შეძლებენ ქართული ოცნების დამარცხებას, ქვეყანა მეორე დღესვე ევროკავშირის სრულუფლებიანი და საგანგებო წევრი გახდება და ყველას პენსია 800 ევრო დაენიშნება. კარგი, ინატრონ 800 ევროზე ფუჭი ნატორა ეს მათი საკონსტიტუციო უფლება, მაგრამ მე სხვა რა მადარდებს ჩემი რამდენიმე როგორც მეგონა საკმაოდ აზრიანი ნაცნობი, როგორ აყვა ამ იაფ პოპულისტებს, როგორ დაიჯერეს ეს ბრიყული ნარატივი თავისუფლება, სინდისის პატიმარი, რუსული რეჟიმი და ასე შემდეგ. ვერ ხვდები რა დაემართათ. ერთი შემთხვევა ვიცი, ქალი ჩემზე ცოტა უფროსი, თავის დროზე საკმაოდ ანტინაცისტი, მას პატარა არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს და არ მახსოვს რომელიღაც ევროპული ქვეყნიდან იკვებება გრანტებით და ერთ-ერთ რაიონში კურირებს საბავშვო ბაღებს. შარშანდელ აქციებამდე იყო სრულიად ნორმალური და ადეკვატური ადამიანი. როგორც კი რუსული კანონის მიღება გამოცხადდა, ქალი გადაირია, სრულიად შეიცვალა. მასზე უფრო აქტიური პროტესტანტი, მგონი თვით თინა ბოკერია, ბოკერია კი არა, უკაცრავად, თინა ბოკუჩავა არ გამხდარა. ერთხელ ფრთხილად ვკითხე კი, მაგრამ რატომ, რისი გეშინია მეთქი, ქალბატონო, ნუ თუ საბავშვო ბაღს ამოფარებული თქვენი დონორი სინამდვილეში გვირაბს თხრის მეთქი ქობულეთიდან გონიომდე, რატომ ნერვიულობთ? ისტერიკა დაემართა, არ მინდა რომ უცხოელი აგენტის დაღი დამესვასო. და ვინ გასვამთ ვკითხე,
სად ამოიკითხეთ უცხოური აგენტობის დაღის შესახებ. როგორ თუ სად? აი ნახეთ რუსეთში რა მოხდაო. რა უნდა მეპასუხა? არც არაფერი, მაგრამ აი ამის მერე კი გამიჩნდა ეჭვი, რომ ან საერთო ტრენდსაა აყოლილი, ან და საზღვარგარეთიდან მართლა მიიღო დავალება გადი აპროტესტდი, თორემ ბარტყს აღარ გადმოგიგდებთო. რომ ვამბობ მარაზმი ძლიერდება მეთქი ზოგიერთს არ სჯერა, მაგრამ განა ამის დასტური ის არ არის ზურაბიშვილი ბურჭულაძით რომ ჩაანაცვლეს. საინტერესოა ბურჭულაძეს მერე ვინ შეცვლის? ლანა ღოღობერიძე თუ ლაზარ გრიგორიადის მამიკო. მოკლედ show must go on. show გრძელდება. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.